ადამიანს გული რატო ერევა, იცი მანქანაში? ბევრი დალია. ბოწია. ალბათ შენ თქვი. ანუ გზავრობის დროს ვამბობ. გზავრობის დროს ქართულად არ ვიცი ეგ სიტყვა, მაგრამ ბოდიშით უკაჩვაეთ რუსულად არის ეგ სიტყვა, ანუ გაქანავებს რა. მეთქი ინგლისურად მაინც სიტყვის. არა, ნუ რა სიტყვაც, ანუ ეხა გეტყვი რატო, მე ვიცი, მე გონი ვიცი. არა, მე ანუ იმას გული მერევა ხოლმე, როდესაც უყურებ ტელეფონს და მანქანით მივდივარ. იქიდან გამომდინარე, რომ თვალი იქრჩება. და გული ერევა. კაცები სად არიან? ხო. სწორად შევდი, გაგრძელება. ხო, ანუ თვალი იქრჩება იმაზე, გამოსახულებაზე და ისე გადაადგილდები და მაგიტო რაღაც ის ხდება ხოლმე. ხო, მაგრამ ნახე რასაცილო რაღაცა ხდება სინამდვილეში რა. როცა მაგალითად უკან ზიხარ და ან წიგნს კითხულობ, ან მობილურში ხედები, გული გერევა, იმიტომ რომ შენი ახმის ორგანოები გეუბნება რომ გზავრობ, მაგრამ თან ხედავ რომ ერთ ადგილზე ხარ. და მე სულ რო წინ რო გადაჯდები და აღარ გერევა. ეგ იმიტომ რომ წინ გზას რო უყურებ, ესე იგი უკვე დაემთხვა. და გულის რევა რა შუაშია, ნახე, როცა ადამიანი ჩვენი ბიოლოგია ისე მუშაობს, რომ როცა სტრესშია, გადადის თავდაცვებზე. მაგალითად თუ რამე მოწამლული ჭამე, ღებინება გეწყება, იმიტომ რომ ამოიღო ის საწამლავი. და ეგრე როცა ახმის ორგანოებიდან არეული ინფორმაცია შედის, ბიოლოგიურად გადავდივარ თავდაცვაზე და არასწორი თავდაცვის მექანიზმი ერთვება. და გვაღებინებს. და შენი ალკოჰოლიზმის თავდაცვის ის არის რა ქვია, მექანიზმი. მე არ მაღებია, ჩემი ორგანიზმი დანებდა. არაფერს არ ებრძვის.